მშვიდობისა და ბოლოსთან მოგესალმებით. ჩვენ დავბრუნდით სტუმრებთან ერთად. ჩვენი თემაა გვირილობა, რომელიც ხვალ გაემართება მოსწავლე ხელოსნობის სასახლეში. გვირილობაზე ვაპირებთ საუბარს და ავტორი მაკა ბურდული გახლავთ რეჟისორი ფილმისა გვირილები და ასევე ორგანიზატორი გვირილობის. სტატიების მიხედვით გვირილობა ან თეთრი გვირილის დღე. აქ
გვირილობა ქუთაისში რო არის. რას ნიშნავს გვირილობა შემდეგ ვისაუბრებთ რა კავშირში ეს ყველაფერი ტუბერკულოზთან? შვედეთში გვირილობაში რომ არა გვერიოს ამიტომ. ხო, არა, ქუთაისლებმა ძალიან დიდი საქმე გააკეთეს იმით, რომ ჯერთი შექმნეს ფილმი გვირილობა, ვასილ ამაშუკელმა გადაიღო ესეთი ფილმი, რომლის ინსტალაციასაც მე ვაკეთებ ახლა. ეს ხდება ფოტოსესიით. გავუშვებთ კრანებს იმ ევროპაში ცნობილი ადამიანების ვინც დაიღუპა და შეეწირა საშინელ სენს, იმიტომ რომ ევროპის თითქმის 50% შეეწირა, იცით, წინა საუკუნეში საშინელი ეპიდემია იყო. კიდე გვირილობა არის სასოფლო გაზეთი 14 წელში. გამოგიწეროთ და 13 წელს იგივე სასოფლო გაზეთია? თუ რა ქვია? სასოფლო გაზეთი ქვია, არის ჟურნალის სახით, მაგრამ ასე ქვია სასოფლო გაზეთი. მაგრამ ახალი ძველი წლები არ არის მითითებული, 80-იანი წლები და 70-იანი წლებია. ხო, რა და მანამდე? მანამდე მოთამინე გაზეთებშიც გადავსიჯა. Кавказские вести. არა ხო? არც 13 წელს არ არის? დილაი 13 წელს აწერია რომ გამოდიოდა. იქნება 13 წელს. ხო? ქუთაისში გამოდიოდა. ახალი აზრი, ესეთი. კი ბატონო, იქაც სტარდებოდა გვირილობა, დიახ. ხო, აპრილ-მაისი და
ახალი აზრი ყოფილა თბილისში ესეთი გაზეთი 14 წელს 13 წელს გამოდიოდა. მოგესალმებით სტუმრებო, მასპინძლებო, ჩემო ახალციხეებო, ვიწყებთ ჩვენს ღონისძიებას, რომელსაც ქვია გვირილობა. გეტყვით როგორ მოხდა ეს ამბავი თხოვე მამას რომ მითხარი ესე საოჯახო ქველმოქმედების ფორმა ყოფილა და ჩვენ ხო ვართ ოჯახი და მამას ენდობა მაყურე ბატონი ზაზას დამეთახმა რომ ბატონი გუჯი იყოსო ჩვენი სახეო როგორც აი ამ დაავადების დამცველი მხარდამჭერი და ერთგული ადამიანი ჩემი და ყველა ქართველის მე მგონი Polizia hadaya seni çalışıyor. Fakat bizim Robert gereği kamuoyu yansımamış. Ben resminden yolunda yardım ediyorum. Çin'e olacak. Tugulduğunuzdan buzulu savcılığı sakınlıklı aksiyesi. Gri ve öldürüyorlar. Dedemiz azı senin. Sami milyonu adamın yürüdüğünü. Aslında informasyona. Zakatını şüpheliyoruz. Çin'i. ახლა უკვე სკოლებში აღმოჩნდა. მე მცირე სტატისტიკას მოგახსენებთ 60 მილიონზე მეტი ადამიანია დღესდღეობით დაავადებული ტუბერკულოზით მსოფლიოში. ყოველწლიური 9-11 მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. 3 მილიონამდე, მილიონახევიდან 3 მილიონამდე რეგისტრირებულია გარდაცვალებათა რიცხვი ტუბერკულოზის გართულებებით გამოწვეული, ანუ ყოველ 10 წამში ერთი ადამიანი გარდაიცვლება მსოფლიოში ტუბერკულოზით გამოწვეული გართულებების ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური სტატისტიკა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ სამწუხაროდ ვართ და ვრჩებით ტუბერკულოზთან ბრძოლის ფორპოსტზე, რამდენადაც ეს პრობლემა ჩვენთან მნიშვნელოვანი და აქტუალურია. ყოველ 100,000 სულ მოსახლეზე შეითვლება ტუბერკულოზით ავადობა. რიცხვი გასულ წელს 76 შეადგინა, წინა წელს ის 116 შეადგენდა, უფრო მაღალი იყო წინა წლებშიც, ანუ ერთგვარი კლება, ტენდენცია არის კლების, თუმცა ეს არ არის საკმარისი, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ამისათვის და სახელმწიფო სრულად ფარავს დიაგნოსტიკის მკურნალობის ხარჯებს, მათ შორის ოპერაციული მკურნალობის ხარჯებს და შემდგომ ხანგრძლივადიან მონიტორინგს აი ამ ტიპის პათოლოგიით დაავადებულთათვის. თუმცა ძალიან მძიმეა, მე მინდა ერთი მცირე აღნიშვნაც გავაკეთო, ეგრეთ წოდებული მულტირეზისტენტული, ანუ მდგრადი ფორმების პრევალენტობა აღინიშნება შემთხვევებში. ეს ნიშნავს, რომ ტუბერკულოზის მიკობაქტერიას ვერ ერევა რამდენიმე პრეპარატი. შეიძლება ბევრიც კი ტუბერკულოზის მკურნალობა რამდენიმე წამლის კომბინაციით ხორციელდება. ბოლო 50 წლის მანძილზე ახალი წამალი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო კაცობრიობას არ შეუქმნია და მხოლოდ ეხლა სულ რამდენიმე წელია, რაც მოწოდებული იქნა ბედაქილინი და დელამანიდი, შემდგომ აი ეს ორი პრეპარატი, რომელთა მიმართ ძალიან დიდი იმედით არის მიპყრობილი. ვერ წარმოვიდგენთ, ეხლა ერთი რაღაცა მოხდა იმისთან ულამაზესი ჩემს ცხოვრებაში, რომ წაგვიყვანეს ახალციხეში. და იქ იყო კონცერტიც იყო და იქ იყო ის ყველაფერი ის შეხვედრები მაყურებელთან, დავიგება გვირილების და ეს ამისთან ულამაზესი პატარა ყვავილი, რომ გახდა ამ უსაშინლესი ავადმყოფის სიმბოლოდ, მისი დამარცხების სიმბოლოდ. ისე მოქმედა შემდგომ ვერ წარმოვიდგენთ რა. ისე რაღაცნაირი შვება ვიგრძენი იმისა, რომ ადამიანებს ყველაფერი შეუძლიათ. სიგეთით რომ გაიგვიძებ დილას და ეხლა მე დღეს ვიღაცას უნდა რაღაცა ვაჯუქო. და იმ სიხარულით რომ მოდის მთელი ოჯახი. მამა რო თავს მოიწონებს შვილებთან, რომ აი რა ქველმოქმედი მამა ყავს და სახერო აი შვილებო, აი მე წირავ რომ ქველმოქმედი სახეს ეხავთ. გიგიანი ეს არის ყველაზე უდიდესი დამცველი ამ
ადამიანისგან ადამიანის 1954 წელს გავიხსენებ, ვაქსმანი გახდათ ასეთი გენიალური მეცნიერი, რომელმაც შექმნა სტრეპტომიცინი და სინთეზა და მან საოცარი ეფექტი მოახდინა. მე არ შემიძლია არ გავიხსენო ბატონი გუჯას ფილმის პერსონაჟი გელა ექიმი, რომელიც იმ საოცარ წამალს ქმნიდა ონკოლოგიურ დაავადებასთან საბრძოლველად და აი გაახლებით მისი ტოლფასი გახდათ აი ეს გამოგონება იმ პერიოდის, როდესაც მეორე დღესვე უკვე სასიკვდილოდ განწირული პაციენტი მობრუნდებოდა. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია თქვენი სტუმრობა, ძალიან გვიხარია და ყველაზე მეტად გვინდა თქვენი ხმის გაგონება იმ საყვარელი ფილმიდან, ცნობილი ქართული ფილმიდან უძინართან ზედა. გთხოვთ დიდი სიამოვნებით თქვენი გულისირმა. ხმას დაგდაცოთ. თუ ჩემ მულამაზე და უსაყვარლეს მაყურებელს ეს სიამოვნება, ეს მსმენელს ეს სიამოვნება, ეს დიდი სიამოვნებით უმღერებ. ამ ხელა რეკლამას უკეთებ ჩემ თავს და იმ სიმღერას. გისმით ყურადღებით. მადლობა ვასილ ამაშუკელს, რომელმაც გადაიღო ეს ფილმი, ჩემი ბავშვობის მეგობარი ლევან ღოღობერიძე. სულ მიყვებოდა ისტორიებს, რომ აი ბატონი ვასილის გაზრდილია, ბატონ ვასილს თავისი ოჯახი არ ყავდა, იმიტომ რომ საშინელ რეპრესიაში მოაყოლეს, იმიტომ რომ დეპრესიაში იყო, რეპრესიას მოყოდა დეპრესია. რომ აი გადარჩა და მთელი ეს რადიუმი, რომელ კინოთეატრშიც მოხდა ამ გვირილობის ჩვენება 18 ივნის და ესა იყო სააგიტაციო ფილმი. სწორედ აი ამ ფილმის კუთხიდან ვუყურებ მე ამ ღონისძიებას, იქნება კინოს თემაზე, იქნება იმაზე, რომ ესეთი ღონისძიება, ესეთი ტრადიცია საოჯახო ქველმოქმედების კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ძალიან იშვიათია და ეს წმინდანებად არიან აღიარებული რომანოვები მთელი ოჯახით, რომლებმაც ჩამოიტანეს შვედეთიდან ეს ტრადიცია და თავისი ფულით ადამიანი აი ესეთ კეთილსაქმეს აკეთებდა. მე მგონი სიკეთე არავის არ უნდა დაუკარგოთ, მით უმეტეს წმინდანებს.
მადლობა უფალს რომ აი ეს ფილმიც არსებობდა რაღაცა ნაწილი არის შემორჩენილი არქივში და მე არ ამბობ თვითონ ფილმად დაკარგეს დაჭრეს და რაღაცებს მიაბეს სხვაგან ჩაამონტაჟეს იმიტომ რომ ფილმი ძალიან ძვირი იყო და აკაკის მოგზაურობამდეა გადაღებული და ეს იყო აგიტაცია იმის შესახებ როგორ უნდა მოქცეულიყო რო არ დაგემართოს ჭლექი როგორ ტუბერკულოზი მოპატიეთ როგორ მიდიოდნენ ამ ხალხთან და როგორ ჩატარდა ეს პირველი საქართველოში ამის შესახებ რომ ყველა დიდ ქალაქში ჩატარდა და ყველა რუსეთის გუბერნიაში ჩატარდა ასე რომ ეს მარტო ქუთაისლური ღონისძიება იმის შემდეგ გახდა რაც აღარ ფინანსდებოდა დროებითი მთავრობა მოვიდა და ქუთაისლებმა წამოჭრეს თავიდან ეს იდეა რომ მოდით განვაახლოთ და გავაკეთოთ ესეთი ღონისძიებაო. ასე რომ დიდი მადლობა ქუთაისრომ დღემდე შეინარჩუნეს და ჩვენ იმ ფორმით რომლითაც შვედეთიდან მოედინება და ევროპას უკავშირდებით ჩვენ იმას ამ ფილმთან დაკავშირებით რაც ვასილმა შექმნა იმ მხარეს მხოლოდ ჩვენ თანხებს არ ვაგროვებთ და არ ვიცი რამდენი გადმოურიცხეს ტუბერკულოზის ცენტრს მაპატით ამ ღონისძიების მერე არანაირი ინფორმაცია მის შესახებ არ გვაქვს ნამდვილად არ ყოფილა ასეთი ჩარიცხვა თუმცა ჩვენ სახელმოქმედო ურთიერთობები აქვთ ჩვენთან რამდენიმე ორგანიზაციას თუმცა ეს ამ ფორმატში ეს არ მუშაობს Amățăvada damanela Șesămașori sănateva Amățăvada damanela Anatela garagihar Magaramana samanagihar Chemi ois minda Shenis khis ken garabikhar Chemi ois minda Shenis khis ken garabikhar Chenotzit sinatela Saita parena nela nela Melashen yerdeguli Schamugat chuev svela Melashen yerdeguli Schamugat chuev svela Mararaz dgem bisvitsame Asakhwar ladmitsame Damashin shen sikhwarus Damavits esmitsame Damashin shen sikhwarus Damavits esmitsame Chemotzit natela Radamopalena Shenas mashos natela Shenas mashos natela ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლიკა, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა საზოგადოება გაერთიანდა ამერაგისენის წინააღმდეგ საბრძოლველად და ერთგვარი სიმბოლო ამ ბრძოლისა გახლავთ სწორედ ის თეთრი ყვავილი, რომელიც 1908 წელს შვედეთის მონარქთა კარზე იყო მოწოდებული როგორც სიმბოლო ამ ტუბერკულოზთან ბრძოლისა. როგორ აღიქვის და ყველაზე ლამაზი გვირილა გინდა ხატა უნდა შევაფასოთ და განმარტოთ გამარჯვებული
რომელთათვისაც საჩუქრებიც გვაქვს ორი ყველაზე ლამაზი გვირევა გამოვარჩიოთ. ეხლა კი გადავდივართ ყველაზე ლამაზ მომენტზე. მინდა თქვენ წინაშე წარვადგინო ადამიანი, რომელსაც ყველა იცნობთ, ყველას ძალიან გიხვართ, უნიჭიერესი, ულამაზესი ქალბატონი თეა დარჩია. სუხიშვილების მოცეკვავე მრავალშვილიანი დედა, ულამაზესი ქალბატონი სტუდია პრიმის ხელმძღვანელი და თქვენ წინაშეა თეა და გოგონები. Canta el tema de mi vida, ahora que todo era perfecto. Y algo más que eso, no se olvida el sexo y me defiende el peso de este cuerpecito mío que se ha convertido en río. De este cuerpecito mío que se ha convertido en río. Me cuesta abrir los ojos y lo hago poco a poco. No sé a qué aún te encuentras cerca. Me guardo tu recuerdo como el mejor secreto que dulce fuerte dentro. Hay un trozo de luz en esta oscuridad para prestar mi calma. El tiempo todo calma, la tempestad y la calma. El tiempo todo calma, la tempestad y la calma. Siempre me queda la voz suave del mar, volver a respirar, la lluvia que caerá sobre este cuerpo y mojará la flor que crece en mí y volver a reír y cada día mirar volver a pensar en ti y la voz suave del mar. შეგახსენებთ რა დაავადება ტუბერკულოზი, ვინაიდან ტუბერკულოზის დღესდღეობით არის მზარდი საშიშროება და როგორ დავიცვათ თავი, როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენ შვილებს. საქართველო არის იმ 27 ქვეყნების რიგ, სადაც ტუბერკულოზი მძიმე თვითონ ტუბერკულოზის მიკოფაკტერიას ეწოდება იგივე კოხის ჭხირი. იქ სადაც მზის ცხირები არ აღწევენ, ტუბერკულოზის ჭხირები წყლობით ცოცხლობენ. რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას? მშრალი ან მსხვილი ხველა, ტემპერატურის მატება, ოფლიანობა, საერთო სისუსტე, წონის დაკლება, სისხლიანი ნახველი, ჰაერის უკმარისობა, უსიამოვნო შეგრძნებები მკერდის არეში. საერთო შემთხვევაში აუცილებელია პაციენტმა მიმართოს ექიმ ფიზიატრს და დიაგნოზის გადასტურების შემთხვევაში აუცილებლად ჩაიტაროს სრულყოფილი მკურნალობა.
წვევა, ცივით მდიდარი საკვების მიღება, პირადი ჰიგიენის წესების დაცვა, ალკოჰოლის, თამბაქოს და სხვა მავნე ჩვევების უგულებელყოფა. ჯანსაღით მცხოვრებ ადამიანთა იმუნური სისტემა ძლიერია და იგი ადვილად მკლავდება ამ დაავადებას. დაავადებულთათვის დიაგნოსტიკა და მკურნალობა უფასოა. თუმცა, როგორც ექიმი მე პირადად გირჩევთ, უმჯობესია გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და ვეცადოთ სამედიცინო კულტურა გავაღრმავოთ და გარბავითაროთ ჩვენში, რაც დავიცვათ თავი ამ დაავადებისაგან. ტუბერკულოზით ვიცოდეთ, რომ ბავშვები წავადდებიან. თუმცა ყველამ ვიცით, რომ სამშობიაროშივე ბავშვებს უწარდება დაცვა, ბეწეჭირება, რომელიც შემდეგ მეორდება რევაქცინაცია 7 და 14 წლის ასაკ. აცრილი ბავშვები თუ დაავადდებიან, უფრო მსუბუქი ფორმებით იტანენ ამ დაავადებას და უფრო ადვილად ემორჩილება ეს მკურნალობას. მინდორზე გალავებულა, წვარეზე თეთრად ბიბინებს, წყლის ნაპირს გავეხედები, ვიადექსები გვირილებს, ბავშვობის ოცნებებში ვარ, ანცობს მდინარე ყვირილა, მორცვა დღივილით, თავდახრით, შემომეგება გვირილა, თეთრი ლამაზი არშია, ყვითელ გულს უდგას დარაჯად, დინჯაგზის მწვანე ღეროზე და იღიმება ხალათად. დღეს ახალციხეს უფრობდა, არის ივნისის შაბათი, ჯავახეთს ვიალოსები, დამცქერის ციხერაბათი, ამ გვირილების გროვაში ვიხვრები ძველად, ტირილად, შენ ხელმოქმედი ყოფილხარ, ჩემო ყოვლწია გვირილა, თურმე სიცოცხლეს წირავდი, ძნელთა გადასარჩენად, მუხსტიდრებ, ამბობს გიგზავნი, ღმერთმა გიცოცხლოს მარჯვენა, გვირილობა, შეგროვდეთ, სნეულთა ვიყოთ მკურნალი, სული ჯანსაღი გქონოდეს, ხიბილი პირველად რომ ნახე
ეს კადრები რომ გოლონიზე დადიოდნენ და ერთმანეთს ჩუქნიდნენ ეს გენერლები, პოლეტები და მე გავგიჟდოს მე ამისანა პატარა ყვავილი რა ახარებს მე მოსკოვში ნახე თვითონ რომანოვი რომ ესე ყველა სანახებს რომ აი გვირილაო და მე გავაანალიზე და აი ნელა აი ესე ნელა შევკრიბე ეს ისტორია ისინიც მეხვეწებია მე გიგში ვსწავლობდი მოსკოვის კინოს ინსტიტუტში და აქაც არ ხვადგინდათ მაგრამ მე მინდა რომ ჯერ საქართველოში გავაკეთო ეს იყო საუკუნის დასაწყისში ერთი საუკუნის თავზე მოვედით ჩვენ თქვენთან ახალციხეში რადგან აქ 1911 წელს პირველად ჩატარდა ეს გვირილობა და გვირილებს ყიდნენ და აი აქედან შემოსული თანხით ეხმარებოდნენ იმ ხალხს ვისაც უჭირდა იყვნენ დაავადებული ამ ტუბერკულოზით და იცით 25% ევროპის მარტო შეიწირა წინა საუკუნეში აი ამ ცუდმა და ალმა სენმა მას თეთრ ჭირსაც ეძახოდნენ 1918 წლიდან მას სამფრიანი დაერქვა და ყოველ წელს აი ამ სამ დღიანს აღნიშნავდნენ და ეს ტრადიცია გვინდა დავაბრუნოთ რომ დავეხმაროთ ტუბერკულოზიან ხალხს რომ ჩვენი მომავალი თაობა ტუბერკულოზის გარეშე იყოს შვეიცარიაში, ჟენევაში ასეთ ღონისძიებას დაარქვეს სიკეთის და სათნოების დღე. და ეს სიკეთის და სათნოების დღე ერთი საუკუნის თავზე თითქმის ჩვენ თქვენთან მოვიტანეთ. ბიჭი
ბატონი ერეკლე მინდა მოვიწიოს სცენაზე. ცხელა და ძალიან დავღალეთ. ბატონო ერეკლე, გთხოვთ. პოეტი ერეკლე საღლიანი, მივესალმოთ. ბატონებო და ქალბატონებო, დიდი ბედნიერება, რომ საშუალება მაქვს ისტორიულ ქართულ ქალაქში, ახალციხეში მოგესალმოთ, მოგეფეროთ, მოგესიყვარულოთ თქვენ. დიდ ქალაქში ვიმყოფებით ჩვენ, ისტორიულ ადგილას და ღმერთმა უწყის, აი მიწის ქვეშ, სადაც ფეხი გვითგავს, რამდენი გული ფეთქავს. მადლობა მინდა მოვახსენო ქალბატონ მაკას, აი იმისთვის, რომ ამ ვითარებაში გართულებული მდგომარეობის ფონზე რწმენა რომ არ დაუკარგავს, გვაძლევს საშუალებას შევკრიბოს ერთად და დავეხმაროთ ჩვენ იმ ადამიანებს, რომელთაც უჭირთ. წარმოვიდგინოთ ჩვენ ადამიანს ეპიდემიაზე მეტად უსიყვარულობა კლავს. უსიყვარულობამ მოიცვა მთლიანად დედამიწა. ცალკეული ადამიანების ქველმოქმედება ვერ წვდება, ვერ ყოფნის მხოლოდ და ამადაც არის, რომ როცა უკვე ადამიანის მოქმედებას საფუძვლად სიყვარული უდევს, იქ განსაცდელის უკან იხევს და რა თქმა უნდა, იმ ადამიანსაც რწმენა უბრუნდება. წარმოვიდგინოთ ჩვენ ეს საშუალებები, რაც დღეს არის, რომ ყოფილიყო 70 წლის წინ დიდი პოეტი ლადო ასათიანი ცოცხალი გვეყოლებოდა ჩვენ. ლადო ასათიანი უფრო უყურადღებობა მოკლა აი იმ ატმოსფერომ, მაშინ რომ სუფევდა ქართულ პოეზიაში. დიდი მადლობა ყველას აქ მობრძანებისთვის და ლადო ასათიანის ლექსზე უკეთესი ახლა მე არაფერი არ გამაჩნია, რომ ამ დღევანდელ დღეს მიუსადაგო. როგორ არ მინდა მუხთალო სცენო ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო, როგორ არ მინდა ჩემს სიჭაბუკეს დააჩდეს შენი შავი ჩრდილები, ეს რა უშრეტი ცეცხლით დამბუგე პირს მარიდებენ ქალიშვილები. შენ შეგრჩეს ვაჟას ფილტვების დაღრნა და ჩემს დაცემას ნუნაღლობ ახლა. შენ ბოროტების გარეშე ვერძლებ, შენ შერკინე ანტიურ ბერძნებს, შენ შეაშფოთე ყორინთელები, შენ შეაშფოთე დანაელები, მაგრამ ახალი დროის ქალვაშებს ტყუილად ცდილობ რომ მოერები. ო განვეთ ჩემგან მაცდუროსენო, ჩემს შემდეგ ნურბი ნუ მოგიხსენოს, ნუ მოიხსენოს ნურავი, აი ეს საშინელი დავადება თეთრი სიკვდილი. მაგრამ არ არსებობს ძალა, რომელიც უფლის მოწყალებას, უფლის სიკეთეს წინააღმდეგს. დღევანდელი დღე აი ეს აქცია ჩათვალეთ, რომ არის უფლისადმი დამთებული თითო სამთელი. აი ეს არის თითო გვირილა, რომელიც იმ გაჭირვებულ ადამიანებს შეეწევა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ლადო ასათიანის ლექსს მოვიშველიებ მე. საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, სიყვარულის ლექსის სადღეგრძელო სენამ მოიმღერა დღემდის უძველესმა ტონმა, შვეგი ჩანჩქერების ნაპრალებს და ხტომამ, მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობამ ჯაგნარებში, ირმის ჯოგის ნავარდობამ, გაფანტული ფარის ფარზე დაჯახებამ და ქართული ფარის ფარზე დაჯახებამ, უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა
წიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს ან მთვარიან ღამეს ციხე კოშკის ჭრდილში რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში როცა ღამის მთევლებს ლხინი გაუმართავთ და სიზმრები როცა სტოლემენ სასთუმალთან საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ ხმათა ხავერდების და ღმერთების ზენამ მადლობა მაკამ ეხლა კი ანსამბლი მესხეთი Tuberculozia ეს არის მაღალი კონტაგიოზურობით აღბეჭდილი დაავადება, იგი კაცობრიობის ხნისა, ანუ იმ უხსოვარი დროიდან მიმდინარეობს, რაც კი კაცობრიობა მოევლინა ქვეყანას და შესაბამისად მას აქვს ის თვისება, რომ ძალიან შეეგუოს გარემო პირობებს. საქართველოში მეხუთე საუკუნიდან აღმოუჩენიათ და მეხუთე საუკუნიდან მიმდინარეობდა ბრძოლა აი ამ საშინელ სენთან. ყოველი მესამე ადამიანი დედამიწაზე ინფიცირებულია ტუბერკულოზის ჩხირით, ეგრეთ წოდებული კოხის ჩხირით, რომელიც გენიალურმა გერმანელმა მეცნიერმა 1892 წელს აღწერა პირველად და მოაწოდა საზოგადოებას და შესაბამისად აი აქედან გამომდინარე არის ესეთი დღესდღეობით აბსოლუტურად მიღებული თეორია, რომელიც პრაქტიკულ ასე ვთქვათ ასახვას პოვებს იმაში, რომ ტუბერკულოზის არ არის მხოლოდ ერთი პატარა მიკროორგანიზმის მიერ გამოწვეული დაავადება. ეს არის ურთიერთქმედება როგორც მიკრო ასევე მაკროორგანიზმისა, ანუ დასუსტებულ ორგანიზმში ის თავს იჩენს, თორემ ინფიცირება ეს არ ნიშნავს დაავადებას. აი ეს მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რაც შეეხება იმ სინჯს, ტუბერკულინის ეგრეთ წოდებულ მანტუს სინჯს, რომელიც მოწოდებული იყო წლების მანძილზე, ეს არის დასუსტებული მიკროორგანიზმებისგან გაკეთებული ვაქცინა, რომელიც რეაქციას ამოწმებს ორგანიზმისა და ის დღესაც გამოიყენება, თუმცა ბავშვთა ასაკში აქვს მას თავისი გარკვეული მნიშვნელობა, ეს არ არის 100%-იანი სიზუსტის ტესტი, თუმცა ის იხმარება. ჩვენთან სტუმრად ჩამოვიდა თბილისიდან ლიტერატურული პრემიის შოთაობის ლაურეატი ქალბატონი ეკა ქურხული, პოეტი ქალბატონი, რომელიც საკუთარი ლექსით წარსდგება და მოგიოცებთ დღევანდელ დღეს. აბა აპლოდისმენტებით მივესალმოთ ქალბატონ ეკას. მოგესალმებით. ძალიან მიხარია დღეს აქ ამსენები თქვენთან. მაჯდეხარ ხელისუფლად ნიშნავს მიყვარხარ. პირიქით ახალსურეთში არის ასეთი სოფელი ანატოლი, თვითდამარხული სოფელი. და სენმა გაწყვიტა მთელი გვარი.
უი მაჩნი ხარ უჩურჩულა კაცმა ქალბატონს გავიგორე და გამიცოცხლდა თითქოს პეპერა ის მიდიოდა აკლდამისკენ ალბათ ანატორს დანატოვარი ჯვარს ავედრა და მოეფერა მიუკარებლად ატირებულ ახალგაზრდა ცოლს ფარაგას ღილი აწყვიდა შიშჩამდგარ მზერამ ჯვარგამწყრალ ვაჟის თვით სამარხის ჟამიან საწოლს ვაი რომ ავი განაჩენი შავად ეწერა მაჩნი ხარ ჩემო უჩურჩულა კაცმა ქალბატონს თბილისში თბილად ხევსურულად და ამაცრემლა მარიამ წმინდის მოსალოცია და ვალანატორს ხატ შევავედრებ არიდოს ერს ჟამი და წყევლა ეს არის სოციალურად შეჭირვებული ფენებისთვის, თუმცა ჩვენ ვიცით სამეფო მთელი დინასტიები ამ სენით დაავადებული, ანუ ეს არის გადამდები დაავადება, რომელიც თავს იჩენს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ხდება დასუსტებულ ორგანიზმში, ანუ იმუნური მდგრადობის არ მქონე ორგანიზმში, ან ნაკლებად მქონე ორგანიზმში. რომანოვების უმცროსი ვაჟი გიორგი რომანოვი საშინელი სენით იყო დაავადებული და აქაურმა ექიმებმა, აქაურმა ჰავამ თქვენ ყველა ვიცით აბასთუმანის ამბავი. ყველა ვიცით როგორი არაჩვეულებრივი ჰავაა და მადლიანი მიწაა. ამბობენ მურდულების გვარი ჩვენც ამ მიწიდან მოვდივართ. მადლობა ამ მიწას პატივისცემა და სიყვარული თქვენ. ეხლა გითხოვთ ანსამს შეგვისრულოს შემდეგი სიმღერა და დაგვიჭიროს მხარი თავისი აქ ყოფნით. I'm
საჯარო სკოლის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ლომსია.